მე მინდა ისიც გითხრათ, რომ გავიხსენოთ, რომ საქართველოში კონდიციონერია ფუფუნება. კონდიციონერზე ლაპარაკის სირცხვილი არ არის. იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველოს ხელისუფლების პირობებში ჩვენი მოქალაქეების უმეტესობას არ აქვს საშუალება, რომ სახლში კონდეს კონდიციონერი არის რეალობა და სინამდვილე. ამაზე ლაპარაკს, როდესაც პოლიტიკოსი ამაზე საუბრობს, უნდა მოყვეს პირიქით მსჯელობა, ეკონომიკურ საკითხების გაშლა და არა დაცინვა. იმიტომ რომ ამ თემების დაცინვა იწვევს იმას, რომ მთელი პოლიტიკოსები და მთელი მედია საუბრობს სისულელეზე, არჩევენ ერთმანეთის ფეხსაცმლისა და ჰალსტუხის ფერს და სამშობლო და პოლიტიკური ბრძოლა შინაარსიანი გვერდზე გრჩება. მილიონზე მეტ ადამიანს აქვს სესხი ქართულ ბანკებში და იქიდან 500,000 ადამიანი დაახლოებით სესხს ვერ იხდის. დღევანდელი მდგომარეობით ვალაუვალი მოქალაქე, ისედაც ვალებით დახრჩობილ ქვეყანაში და ეს ცალკე პრობლემაა, ვალაუვალი მოქალაქე არის დაახლოებით 9 მილიონი. ანუ ეს ხალხია, რომელიც ვერ წავა და კონდიციონერის საყიდლად ზაფხულისთვის სესხს ვერ გამოიტანს. ეს 500,000 ზრდასრული მოქალაქეა, ჩემო კარგო ხალხო, და მათ უნდა იცოდენ, რომ მათ პოლიტიკაში ყავთ ადამიანი, რომელთაც მათი ესმის. და ეს ადამიანი ვარ მე.